დავიწყებ იმ განცხადებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობის დიდი ბრიტანეთის სამსახურმა გავრცელა მას შემდეგ, რაც კირ სტარმერის მთავრობამ პროპაგანდისტული იმედი და პოსტივი რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაასანქცია. გავლენიანი ბრიტანული სამსახური პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ეს უნდა იყოს დასაწყისი, რადგან სამსახურის ხელმძღვანელი პოლიტიკური დირექტორი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ყალიბდება კლეპტოკრატია რეჟიმის ხელშემწყობი მცირე ჯგუფის მიერ, რაც ზრდის რუსულ გავლენებს საქართველოში და ამაზე ბრიტანეთს ადეკვატური და სათანადო რეაგირება უნდა ჰქონდეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდი ბრიტანეთის სამსახური ამბობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამ ადამიანებს უნდა შეეზღუდოთ, დაუწესდეთ სანქციები, მათ უნდა გაეყინოთ აქტივები დიდი ბრიტანეთში და დიდი ბრიტანეთი მათთვის აღარ უნდა იყოს თავშესაფარი. შესაბამისად, სავარაუდოდ ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი ბრიტანეთი ამ გადაწყვეტილებით არ შემოიფარგლება პროპაგანდისტული არხების დასანქცირებით და შესაძლოა სანქციების ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციები გაფართოვდეს. რაც შეეხება მაკა ბოჭორიშვილის და დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩის შეხვედრას, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ამის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ 40 წუთის განმავლობაში მას ბრიტანეთის ელჩისგან არც ერთი მტკიცებულება არ უნახავს და არც მოусმენია თუ რა გახდა პროპაგანდისტული TV იმედის და პოსტივის დასანქცირების საფუძველი. პრაქტიკულად ბოჭორიშვილმა თქვა ის, რომ ელჩი ხელცარიელი მივიდა და არ არსებობს არანაირი საფუძველი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. ბოჭორიშვილის განცხადებები დღეს კარგად გამოჩნდა ის, რომ ის სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს დიდი ბრიტანეთის საელჩოს და კონკრეტულად ელჩს გარეთ ვორდს, რადგან ბოჭორიშვილის მტკიცებით ამ ინფორმაციას რუსულ პროპაგანდის გავრცელებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ლონდონს აწვდის დიდი ბრიტანეთის საელჩო და დღეს ბიძინა ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრმა დიდი ბრიტანეთის საელჩო ლონდონისთვის ყალბი ცნობების მიწოდებაში დაადანაშაულა. რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივია ინფორმაცია, რომელიც მიდის თბილისიდან. სხვაგვარად ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ამ პოსტივის ან ტელეკომპანია იმედს ვინმე უყურებს ლონდონში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას. ასეთი მტკიცებულება ან ასეთი დოკუმენტი რაიმე, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს. ბუნებრივია არაფერი ყოფილა კონკრეტული წარმოდგენილი. მე მოვისმინე მხოლოდ და მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია თუ რას ეფუძნება აი ეს შეფასებები, სწორედ როდესაც ისინი თვლიან, რომ თურმე რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა შეხვედრა და რამე არგუმენტი ელჩს არ ჰქონდა, ხელცარიელი მოვიდა თქვენთან? 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა. მიზანი ამ სანქციების არის, რომ დაასუსტონ რუსეთი. და ეხლა თქვენ მითხარით იმედის და პოსტივის დასანქცირებით, როგორ ხდება რუსეთის დასუსტება. ელჩმა რა გიპასუხა, თუ შეიძლება, როდესაც კითხეთ, რომ პოსტივის და იმედის დასანქცირებით რუსეთი დასუსტებოდა. რა პასუხები? ყველა კითხვა, რა თქმა უნდა, დავსვი ელჩთან და რა თქმა უნდა, მე ვთხოვე, რომ წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რასაც ის აგზავნის ლონდონში, იმისათვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. კობახიძის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ვერ გაიზიარებს. ბუნებრივია ამ განცხადებამ გააჩინა კითხვა, რას ნიშნავს ეს და როგორ აპირებს ქართული ოცნება ხელი შეუშალოს ოფიციალური ლონდონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქართული ოცნება მათ შორის აიძულებს თავისუფალ ბიზნეს ბანკებს, რომ არ აღასრულონ ბრიტანეთის სანქციები, თან
მან იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ბანკების უმეტესი ნაწილი ლონდონის ოფიციალურ ბირჟაზე ოპერირებს. მაკა ბოჭერიშვილმა რა თქმა უნდა ამ კითხვებზე პასუხი არ გაგვცა, ხარი დაუჭირა იმედს და პოსტივის და პირდაპირ თქვა ის, რომ ამ გადაწყვეტილებას ისინი ვერ მიიღებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დადგნენ თავისუფალი მედიის გვერდით. ბოჭერიშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია იმედი და პოსტივი არის თავისუფალი მედია, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე მან ვერ უარყო და პრაქტიკულად დაადასტურა ის, რომ პროპაგანდისტული TV იმედი და პოსტივი ქართული ოცნების მიერ იმართება და ეს მინისტრმა დღეს მის გაკეთებულ განცხადებაში თავადვე დაადასტურა. შესაბამისად, ქართული ოცნების განცხადებები თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით არის სრულიად ურთიერთგამომრიცხავი. როგორ შეუშლის ხელს ქართული ოცნება ოფიციალური ლონდონის მიერ დაწესებულ მიღებულ გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით, ეს უკვე მესამე დღეა ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გუნდისგან ვერ მოვისმინეთ. არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართული საზოგადოების, ქართულ ტელევიზიებს. უნებრივია ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, ისევე როგორ ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაზე. ვერ გავიზიარებთ, რას ნიშნავს ქალბატონო მაკა? რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ვერ გაიზიარებთ ამ გადაწყვეტილებას? ვერ გაზიარება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბუნებრივია, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიცაც აქვს კომუნიკაცია უცხოელ პარტნიორებთან, ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას საფუძვლიანად და ვერ დაეთანხმება ამ გადაწყვეტილების სისწორეს. ბუნებრივია, ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რაც გავაკეთეთ, ვთხოვეთ ელჩს წარმოადგინოს კიდევ ერთხელ საფუძვლები, რასაც დაედო ეს გადაწყვეტილება. ისეთი რესპექტაბელური ქვეყანა, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, თქვენი აზრით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს ზეპირსიტყვიერად და მტკიცებულებების გარეშე იღებს ბრიტანეთი ასეთ გადაწყვეტილებას? ასეთი წარმოდგენა გაქვთ თქვენს პარტნიორებს? არა, ნახეთ, მარტივი სისტემა არსებობს. არიან აქ საელჩოები, რომლებიც აწვდიან დედაქალაქს ინფორმაციას. ჩვენც ყავს საელჩოები, ისინი გვაწვდიან ჩვენ ინფორმაციას. იმისთვის არსებობენ საელჩოები, რომ როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას იღებ, დაეყრდნო შენი საელჩოდან მოწოდებულ ინფორმაციას, იმიტომ რომ ის მიიჩნევა სანდო წყაროდ. ბრიტანეთის საელჩოს რა მიზანი აქვს თუ ყალბი ინფორმაცია მიეწოდა არხებთან დაკავშირებით? ქალბატონო მაკა, რა მიზანი ჰქონდა მაშინ დიდი ბრიტანეთის საელჩოს? ამაზე გაგვეცეთ პასუხი, იმიტომ რომ თქვენ ამტკიცებთ, რომ საელჩომ მიეწოდა ყალბი ამბები ამ არხებთან დაკავშირებით. იგივე კითხვა დავსვი ბატონ ელჩთანაც, რა მიზნები აქვს მცდარი ინფორმაციების მიწოდება დედაქალაქისადმი, რომელიც საფუძვლად ედება ასეთ გადაწყვეტილებას. ქმედებაში ეს როგორ გამოიხატება? როგორ შეეწინააღმდეგებით სანქციების აღსრულებას? მას არ ქონდა ამ შეხვედრისთვის არანაირი ფაქტობრივი მასალა წარმოდგენილი. დიდი ბრიტანეთის მთავრობას ოფიციალურად აქვს გაცხადებული ბრძოლა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. რის ფარგლებშიც ოფიციალურმა ლონდონმა გადაწყვიტა დაესანქცირებინა საქართველოში ისეთი მედიები, რომლებიც კრემლისტურ ასე ვთქვათ პოზიციას აჟღერებენ. ძირითადად მათი ამბები მიმართულია ასე ვთქვათ უკრაინის საწინააღმდეგოდ, ევროპისა და ამერიკის საწინააღმდეგოდ და ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასაბუთა იმ განცხადებაში, რომელიც 2 დღის წინ გამოაქვეყნა, თუმცა როგორც ჩანს ეს განცხადება და არც ნებისმიერი მტკიცებულება, რომელსაც ოფიციალური ლონდონი, რასაც ეყრდნობა ოფიციალური ლონდონი ქართული ოცნებისთვის არ იქნება დამაჯერებელი, რადგან ისინი ერთი მხრივ ამტკიცებენ, რომ ტელეკომპანია იმედი და პოსტივი არიან თავისუფალი მედია, მეორე წუთში იმავე განცხადებაში ადასტურებენ, რომ ესენი არიან ქართული ოცნების მიერ მართული პროპაგანდისტული არხები და ეს დღეს მაკა ბოჭერიშვილის განცხადებაში ძალიან კარგად დადასტურდა. რაც შეეხება შეხვედრას, როგორც უკვე გითხარით, 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ელჩებს ამ ფორმით ესაუბროს, გამოუცხადოს მათ დიპლომატიური დემარში და ბუნებრივია ეს უფრო მეტად აუარესებს ქართულ ოცნებასა და პარტნიორებს შორის არსებულ ურთიერთობას. საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს ბრიტანელმა დიპლომატმა უკომენტაროდ დატოვა და ბუნებრივია მისი პოზიცია შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ არ მოგვისმენია.